მოგესალმებით მეგობრებო. დღეს შემოგთავაზებთ ტომატის რეცეპტს. უბრალოდ ტომატი, რომელსაც აქვს მხოლოდ და მხოლოდ მარილი, ისიც თქვენი გემოვნებით და იმედია დასრულდება ჩემი რამოდენიმე დღიანი ბრძოლა პომიდორთან. კარგად გარეცხილი პომიდორი დავჭერი თასში და შემდეგ უნდა დავაბლენდერო ჩოფერის საშუალებით, რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის ძალიან კარგი ხელსაწყო დიასახლისისთვის. შემდეგ გადავიტანე დაბლენდერებული უკვე საწურზე და ნელ-ნელა აი ასე ვცდილობ, რომ თესლები გამოვაცალო მაქსიმალურად ვცდილობ, მართალია გაჰყვება კიდევ, მაგრამ იმდენი აღარ, რომ ძალიან შესამჩნევი იყოს. შემდეგ შემოვდგი გაზზე, დავამატე მარილი, თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ დაამატოთ მარილი, რამდენიც გინდათ. როდესაც ადუღდება, აი ასე ქაფს ვიღებ ხოლმე ზემოდან, ესეც რა თქმა უნდა, თქვენი სურვილის მიხედვით, თუ გინდათ ამოიღეთ, თუ გინდათ დატოვეთ, მე ცოტას მოვაცლი ხოლმე, იმიტომ რომ არ მინდა დუღილის დროს გადმოვიდეს ზედაპირზე და ესე უფრო მშვიდად ვარ. დუღილის პარალელურად ბოთლები მაქვს შემოდგმული გაზზე, რომელიც უნდა გაცხელდეს და ისე ჩავასხა. სანამ ჩემი ტომატი მომზადდება, მივდივარ ბოსტანში, რომელიც აი ასე გამოიყურება, უკვე გაფუჭდა და რამოდენიმე კიტრი კიდევ იყო მოვწყვიტე. ბოსტნიდან მომავალს მეგებებიან ჩემი ულამაზესი ყვავილები, ეს უფრო სხვანაირი იყო სურათზე, თესლი რომ შევიძინე, მაგრამ არა უშავს, ესეც ლამაზია და ჩემი ყვითელი ყვავილები. და ეს დამჭკნარი ყვავილები უნდა მოვაჭრა უკვე და კიდევ იქ ახალ-ახალი გამოაქვს. ამასობაში ვიყო ჩაღე და რამ ორი ბანკა აი ასე გამიტყდა, მაგრამ არ ვდარდობ, იმიტომ რომ ამას დეკორაციაში გამოვიყენებ და გაჩვენებთ იმასაც. ჩემი ტომატი ადუღდა უკვე სასურველ სისქემდე და ბოთლებში გადამაქვს, ცხელ ბოთლში გადამაქვს, რომ არ განმეორდეს ის რაც მანამდე მოხდა. და აი ასე ჩავასხავ ბოლომდე, გვერდზე მაქვს ბოთლის სახურავები, ისიც უკვე მდუღარე წყალში გასტერილებული და დავაფარებ. შვენივრად ინახება მთელი ზამთარი. გამოვიდა დაახლოებით კი არა და ზუსტად 18 ბოთლი, აი ასეთი. და შემდეგ ჩემი კიტრიც ჩავდე წნილად. ეს 2-3 დღეში უკვე მზად იქნება. მადლობა ყურადღებისთვის, გამოიწერეთ ჩემი არხი დროებით.